პატიმრებს, რომლებსაც ამინისტრირებული მუხლები არ შეეხებათ, სასჯელი 1/4-ით შეუმცირდებათ. ამნისტიის შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა დასრულებულია. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კი მიიჩნევს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დეპუტატები კარგად უნდა დაფიქრდნენ. პროექტი მეორე მოსმენით პარლამენტის სესიაზე ხვალგავა. რა არის ესეთი მუხლი რომ აი ამ ფორმულირებას აი რა წავიკითხე ორჯერ, კიდე წავიკითხო მესამედ. ეხლა არაო, ეხლა ყოფილი და გამოხატოს თავისი არა, ბატონო ვახტანგ, ერთი ხმა აქვს, ხა შავასაც და მეც. ესე ხوار შეიძლება თუ ჩვენ ვერ შევთანხმდით. ამიტომ კანონი აღარ უნდა მივიღოთ, ეგ არ არის ხა სწორი პოზიცია. მე ვაყენებ საკისო კენჭის ხაზზე დავაყენოთ ეს მუხლი. ხმაური იურიდიული კომიტეტის ხდომაზე ეგრეთ წოდებულ უნივერსალურ მუხში ცვლილებამ გამოიწვია. კომიტეტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პატიმრებს, რომლებსაც ამნისტირებული მუხლები არ შეეხებათ, სასჯელი 1/4-ით შეუმცირდებათ. გადაწყვეტილება არ შეეხება იმ მსჯავრდებულებს, ვისაც თავისუფლების უვადოდ აღკვეთა აქვს მისჯილი. სასჯელის შემსუბუქება 1/4-ით იმ მსჯავრდებულებისთვის, ვისაც ამნისტია არ ეხებოდა. ყველა შეეხოს, ამას კომიტეტმა მხარი დაუჭირა, ეს ძალიან ჰუმანური და სამართლიანია, რომ თუ არ ეხებოდა, ვთქვათ, ძალიან დიდ ნაწილს, მაგრამ მცირეს არ ეხებოდა, უსამართლობა იქნებოდა, რომ ჩვენ ვინმე გამოგვეტოვებინა. არანაკლებ ხმაურიანი აღმოჩნდა სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მესამე პუნქტის განხილვაც, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენას, შენახვას და გადაზიდვას ეხება. მცირე კამათის შემდეგ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და დეპუტატები კომპრომისულ გადაწყვეტილებაზე შეთანხმდნენ. ამ დანაშაულისთვის დაკავებულ პირებს სასჯელი გაუნახევრდებათ. რომ ნარკოტიკის მომხმარებელი ციხეში არ უნდა ყავდეს, ეს არც მას ეხმარება რამეში და არც მისი ოჯახისთვის კიდევ დამატებითი ტვირთი არის და ძალიან მძიმეა. ეს ზრდის დაწესებულებაში მყოფი ადამიანების რაოდენობას და ქვეყანას უქმნის შემდეგ პრობლემას. მე ვფიქრობ, რომ ნარკომომხმარებელთან მიმართებაში უნდა ძალიან მკაცრი და მაგრამ სამართლიანი რეაბილიტაციას და მათ დახმარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა ქონდეს სახელმწიფოს. დღესვე უმცირესობა დაინტერესდა იმით, თუ რატომ არ არის პროექტით გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომლებიც სამოხელეო დანაშაულს ეხება. არ გინდათ იმის აღიარება, რომ იყავით დანაშაულებრივი რეჟიმი. აღიარეთ, მოითხოვეთ პოლიტიკური ამნისტია, მიიღებთ. მე გვპირდებით. ბატონო, ბოდიში ვიხდი, მე ვარ სხდომის წამყვანი ხა. სხვა თემას დამაცადეთ ბათქმელი. ამაზე გადავიდა, მე ამნისტიაზე ლაპარაკობდი. და მაპატიეთ ერთი წუთი. სხვა თემაზე გადავიდა, გობა რა. პატიმრების ამნისტიასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონმდებლები კარგად უნდა დაფიქრდნენ. ნებისმიერი ამნისტიის დროს საკანონმდებლო ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს და უნდა კონდეს ზუსტი მონაცემები კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით, რამდენი მსჯავრდებული შეიძლება გამოვიდეს სასჯელახსულებების დაწესებულებიდან და შეაფასოს ის საშიშროება, რომელიც შეიძლება დაემუქროს საზოგადოებას და მეორე პინაზე უნდა იდგეს ის ჰუმანური აქტის, ასე ვთქვათ, მნიშვნელობა, რაცაც ქვია ამნისტია. ამნისტიის შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა დასრულებულია. პროექტი მეორე მოსმენით პარლამენტის სესიაზე უკვე ხვალგავა.